არსებობს თუ არა მზის სისტემაში ადგილი, რომელიც შეიძლება ჩვენი მეორე სახლი გახდეს. ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსები და ასტრობიოლოგი პეგა იან ჰუნენი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით ჯუჯა პლანეტა ცერერა სულაც არ არის წარმოუდგენელი. ცერერა საინტერესო კლდოვანი სხეულია, მდებარეობს ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის. მისი დიამეტრი 452 კილომეტრია და წარმოადგენს მზის სისტემის ჩვენთვის ცნობილ უდიდეს ასტეროიდს და ერთადერთ ჯუჯა პლანეტას ნეპტუნის ორბიტის შიგნით. რატომ ცერერა? იან ჰუნენი ამბობს, რომ ის მრავალმხრივ არის ჩვენთვის ასურველი. მოტივაციას წარმოადგენს დასახლება ხელოვნური გრავიტაციის გარემოში, რომელიც ჩვენ საცხოვრებელ ზონას დედამიწის მიღმა გაზრდის. ასევე მცხოვრებთათვის ადვილი იქნება დასახლების შიდა მოგზაურობები და მნიშვნელოვნად დაბალი იქნება მოსახლეობის სიმჭიდროვე 500 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე. წერს იან ჰუნენი პუბლიკაციაში, რომელიც რეცენზირებამდელ სერვერ არქივზეა გამოქვეყნებული. მისი აზრით, მარსი და მთვარე შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო ადგილები ადამიანთა კოლონიებისთვის, რადგან მათი ბუნებრივი გრავიტაცია დიდად განსხვავდება დედამიწისგან. ცნობილია, რომ ასტრონავტებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ექმნება დაბალი ან ნულოვანი გრავიტაციის გარემოდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. თითქმის არაფერია ცნობილი იმის შესახებაც, როგორ იქნება მთლიანად დაბალი გრავიტაციის გარემოში გაზრდილი ადამიანი. პლანეტური კოლონიის მოდელის ალტერნატივა გახლავთ მზის გარშემო მოძრავი ხელოვნური კოსმოსური კოლონია. კოსმოსური სადგური ტრიალებს, რათა საკმარისი ცენტრიდანული ძალა წარმოქმნას, რომ მიბაძოს გადატვირთვას, დედამიწის გრავიტაციას. ლოგისტიკურად ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, თუ მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება და ერთ დასახლებაში აღარ დაედევა. საჭირო გახდება მრავალი ახალი დასახლება. თუ მზის გარშემო მრავალი კოლონია იმოძრავებს, ისინი შეიძლება ერთმანეთს დაშორდნენ და გააჩნდეს სხვა პრობლემები, მაგალითად, დასახლებებს შორის მოგზაურობის. თუ კი ისინი ერთი სხეულის გარშემო იმოძრავებენ, გაჩნდება მათ შორის შეჯახების საშიშროებაც. იან ჰუნენის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი მართლაც ძალიან მოხდენილია. სულ მცირე კონცეპტის დონეზე. ცერერა გამოვიყენოთ ბაზად, რომლის გარშემოც იმოძრავებს მბრუნავი, ერთმანეთთან ფიქსირებული ჩარჩოთით დაკავშირებული დასახლებები. ამით გადაიჭრება არამხოლოდ დასახლებათა კვანძების ერთად შენარჩუნების პრობლემა, ყოველგვარი შეჯახების რისკის გარეშე, არამედ საჭირო მასალების პრობლემაც, რადგან მათი შეგროვება პირდაპირ ჯუჯა პლანეტაზე იქნება შესაძლებელი. იან ჰუნენის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტი, რადგან ის დედამიწის ატმოსფეროს დიდ ნაწილს შეადგენს. ამავე დროს ცნობილია, რომ ცერერა ძალიან მარილიანია და როგორც ბოლო კვლევები მიუთითებს, მის ზედაპირქვეშ დიდი ოდენობით წყალიც უნდა იყოს. ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე განთავსებული მზის პანელები ენერგიით ადვილად მოამარაგებს თანამგზავრთან დამაკავშირებელ კოსმოსურ ლიფტს.